იცი რატომ იღებ ტელეფონს ხელში გაღვიძებისთანავე? გაღვიძებისთანავე, სანამ თვალებს ბოლომდე გაახელ, ხელი ავტომატურად მიდის ტელეფონისკენ. რა იმიტომ, რომ რამე მნიშვნელოვანი გჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ტვინი ამას არის მიჩვეული. გეტყვით 5 მიზეზს, თუ რატომ ვიჯაჭვებით სოციალურ მედიას და ამასთანავე როგორ შევცვალოთ ეს ციკლი. სოციალური მედია გაძლევს სწრაფ სიამოვნებას. ლაიქი, კომენტარი, შეტყობინება და ტვინი გეუბნება. კიდევ. არა იმიტომ, რომ ბედნიერი ხარ, არამედ იმიტომ, რომ ტვინი ეძებს დოპამინს. მეორე მიზეზი ეს არის შიში, რამე არ გამომრჩეს. ვაიმე, რამე არ გამომრჩეს, მაგრამ სიმართლე იცით რა არის? რომ უმეტეს შემთხვევაში არაფერია მნიშვნელოვანი. ეს შიში გვაიძულებს უსასრულოდ სქროლვას. მესამე მიზეზი ეს უკვე ჩვევაა. შენ აღარ ფიქრობ, ხელი თავისით მოძრაობს. ეს აღარ არის უკვე სურვილი, ეს უკვე ავტომატური რეაქციაა და რაც უფრო ხშირად იმეორებ, მით უფრო ღრმად ჯდება ტვინში. მეხუთე მიზეზი ეს უკვე სხვებთან მუდმივი შედარებაა. სოციალურ მედიაში ვხედავთ სხვების საუკეთესო მომენტებს და ამ ყველაფერს ვადარებთ ჩვენს ყოველდღიურ რეალობას. Highlights ვადარებთ ცხოვრებას და ამით ნელ-ნელა ვიღლებით და ვიფიდებით. ბოლო მეხუთე მიზეზი დილის ენერგიის დაკარგვაა. დილით ჩვენი ტვინი ყველაზე სუფთა და ყველაზე დამუხტულია და ჩვენ რას ვაკეთებთ? სვავთ სხვის აზრებს, პრობლემებს და სხვის ცხოვრებას, ხოლო დილა იწყება ქაოსით. როგორ შევცვალოთ ეს ციკლი? პირველი, ტელეფონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საწოლთან ახლოს. მეორე, გაღვიძებიდან პირველი 15 წუთი არანაირი სოციალური მედია. მესამე, კითხე საკუთარ თავს. მე ვაკონტროლებ ტელეფონს, თუ ტელეფონი მაკონტროლებს. ხვალ დილით სცადე სხვანაირად გაღვიძება და შენს ტვინს მადლობას გადაუხდი. თუ ეს შენზე იყო გააზიარე, შეიძლება ვიღაცას ძალიან სჭირდებოდეს ამის მოსმენა.